უნდა გქონდეს მაქსიმალური მიმღებლობა მშობელს, ხო, მიიღოს, რომ ის გადის ამ ეტაპს. ხა დიდი ხნის წინ იყო სწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, გვასწავლიდნენ, ძალიან მაგარი პროფესიონალები და კარგი ადამიანები. თამარ დაკანოსიძე იყო პათანატომიაში და ის გვეუბნებოდა, რომ იმდენი ცვლილება ხდება ბავშვის ორგანიზმში. ამ პერიოდში რომ არ უნდა მოვთხოვოთ მათ, რომ იყვნენ და გაჩერდნენ, ხო? წარმოიდგინეთ რა, ესე იგი ახალი ჰორმონები, რომელთანაც ადაპტაცია უნდა მოხდეს. სხეულის აგებულების ცვლილება და ამასთან უწევთ იმ საწყლებს ადაპტაცია. წარმოიდგინეთ, რამდენი რაღაცის გამოვლა უწევთ. პლუს იცვლება გარემო, ხო? თუ ადრე კლასი თანამშრომლობა იყო, სადაც მასე უწევთ უკვე კონკურენცია, ხო, საკუთარი ადგილის დამტკიცება და იქ ცალკე დიდი პოლიტიკის წარმოება. და აი ამ ყველაფერზე მოვთხოვოთ, რომ კარები რატო არ დაკეთე და რატო დაგსჩა შუქიანთებული ან რატოა, ხო, არ შეიძლება. უნდა გავითვალისწინოთ, გავიგოთ. ხო, გავიგოთ რას გადიან, ხო? აი რაში უწევთ გავლა. ხო. თან მეორე მომენტია სამყარო შეიცვალა, სულ სხვანაირი გახდა. ადრე ერთ-ერთი ფილოსოფოსი ქონა სამი გადაწყვეტილებას იღებდა ადამიანის ცხოვრებაში. ეხლა ხო ეს ბავშვები იღებენ 60 მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეში. ხო, ესეც, დიდი რაოდენობით ინფორმაცია. აი ასე, აი ეს ყველაფერი. როგორ გაუბრაზდი ახლა ჩემ თავზე, რამდენი შენიშვნა მაქვს ჩემი მოზარდიშვილისთვის მიცემული დღესაც ვეუბნებოდი, რომ გეოგრაფია იცოდე, კარგად თუ არ დაწერე, ქობულეთში არ გაგიშვებ მეთქი. გაუბრაზდი ჩემ თავზე ძალიან. ხო, ბუნებრივი მიფიქრია ხოლმე, მაგრამ ეხლა როგორღაც გამოვიდა, რომ თქვენ უფრო დამანახეთ ესე ძაფრად ეს და სანდრო პირობას გაძლევ აღარ მოგცემ ხოლმე შენიშვნას. არა მე ძალიან გაუბრაზდი ჩემ თავზე. მე პირობას ვერ ვიცემ შენიშვნას არ ვიცემ, მაგრამ ზომიერად არის მე ვფიქრობ რაღაცები, რაზეც მაინც უნდა მივუთითოთ. შენიშვნა შეიძლება ცუდი იყოს, რომ მივუთითოთ, რომ ასე ჯობს.